ანუ ინტერნეტით გავიგე მე რო აქ საქართველოში ვიყავი, რო ჭირდებოდათ შებზარეული რაღაცში და დაუკავშირდი მე იმას, გასაუბრება გავიარე, მე ჩემი CV გამოვგზავნე, მე ჩამოვედი, შევხვდი იმას და იმის მერე უკვე წელიწადზე მეტია უკვე ახალ. ირმა, რომელსაც პრაღის ცენტრში მდებარე ქართული რესტორნის შეფ მზარეული ახსენებს, ამავე რესტორნის მფლობელია ირმა პაზდერნიკი. ამ ორი ადამიანის თანამშრომლობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ირმამ ჯერ ჩეხეთის დასაქმების ბიუროს მიმართა თხოვნით დახმარებოდნენ ქართული კერძების მზარეულის მოძებნაში. მაგრამ დასაქმების ბიურომ ეს ვერ შეძლო შესაბამის სამთვიან ვადაში. ამიტომ ჩვენ მოგწეს ახლა მეოთხე მზარეულის თანხმობა ჩამოყვანაზე საქართველოდან. ეს მზარეულები ამოვარჩიეთ ჩვეულებრივად საქართველოს საიტიდან, საქმეჯე, სიტყვა და საქმე, რომელთანაც გავიარეთ გასაუბრებები, იმათ გადმოგვიზიარეს ჩვენ საბუთები, აუცილებლად უნდა გქონდეთ პრაქტიკა ნამუშევარი სამზარეულოში და შევიტანეთ ჩვენ განაცხადი. განცხადის ადრესატი ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროა, რომელიც დამსაქმებელს აძლევს სპეციალურ კოდს და სწავლობს შერჩეული კანდიდატის ბიოგრაფიას. შემდეგი ეტაპია სამუშაო ვიზისათვის საჭირო პროცედურის გავლა, რასაც სჭირდება დამსაქმებლის მხრიდან რამდენიმე ოფიციალური საბუთის შეგროვება. ხელშეკრულება ფირმასთან თანამშრომლობის მზარეულის თანამდებობაზე. აქ ჩვენ მაგათ უქირავეთ ბინა, ფირმას აქვს ნაქირავები ბინა, რომელსაც ვიხდით ჩვენ როგორც ფირმა, გვაქვს ხელშეკრულება, ეს მთელი საბუთები აქედან მიაქვს, ბრუნდებიან საქართველოში და შეაქვთ საქართველოში საელჩოში, ჩეხეთის საელჩოში. ჩეხეთში, სადაც ევროპის მასშტაბით უმუშევრობის ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია, ბევრი შრომითი მიგრანტი ცდილობს დასაქმებას სასტუმროებში, სუპერმარკეტებში, რესტორნებსა თუ მშენებლობაზე, სადაც იაფი მუშახელის დეფიციტი ყოველთვის არსებობს. სამუშაო შოვნა მარტივი არ არის, მაგრამ ბოლო ხანს შედარებით გაიოლდა. კანონიერი მიგრაციის ხელშეწყობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2016 წელს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებით ნაკისი ერთ-ერთი ვალდებულება დროებით შრომით მიგრაციასაც გულისხმობს. იგი ითვალისწინებს საზღვარგარეთ დროებითი მუშაობის შესაძლებლობას, რის შემდეგაც სამშობლოში უნდა დაბრუნდე. ჩამოვიდეს იმუშაო 3-4 თვე, 5 თვე, თუნდაც 6 თვე დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში და დაბრუნდებიან უმეტესობა დაბრუნდება დამიჯერეთ, რომ მათ ექნებათ რაღაცა მინიმუმ 6000 ევროს ჩაიტანენ სახლში. თუ ერთი ნაწილი შენგენის ზონის ქვეყნებში სამუშაოდ მიდის, მეორე თავშესაფრის მიღების იმედით მიეშურება. ევროკავშირის სტატისტიკური უწყება ევროსტატის მონაცემებით 2018 წელს თავშესაფრის ქართველ მაძიებელთა ნახევარზე მეტმა სულ ორ ქვეყანას, საფრანგეთსა და გერმანიას მიმართა თავშესაფრის მინიჭების თხოვნით. ეს ადამიანები ძირითად მიზეზად უმუშევრობას და გაუსაძლის მდგომარეობას ასახელებენ. ჩემი პირადული პრობლემებიდან გამომდინარე მუშაობდი სამსახურში და გამომიშვეს არასწორად და ჩემ დარჩენა საქართველოში აზრი არ ქონდა. ფიზიკურად ვერ დავრჩებოდი საქართველოში და ამიტომ ვარჩიე გერმანიაში წამოსვლა.